გამარჯობა, თქვენ უყურებთ კურიერს 3 საათზე, მე პაატა იაკობაშვილი ვარ. დავით ბაქრაძე უკვე 1 საათია დაკითხვაზე იმყოფება ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დღეს მოწმის სტატუსის დასაკითხად მთავარ პროკურატურაში 2 საათზე დაიბარეს. ბაქრაძე საგამოძიებო უწყებაში თავის მეუღლესთან ერთად მივიდა. თეონა ცხომელიძე ჩაგვერთვება პროკურატურიდან პირდაპირ ეთერში. თეონა, შენი ინფორმაციით რა თემაზე უნდა დაკითხონ გამომძიებლებმა ბაქრაძე და ხომ არ გაკეთდა რაიმე განცხადება? დავით ბაქრაძემ პროკურატურაში შესვლამდე გააკეთა ჟურნალისტებისათვის განცხადება და ისაუბრა იმ თანხაზე, რომლის წარმომავლობასაც სწავლობს სწორედ პროკურატურა და რომელთან დაკავშირებითაც უნდა გასცეს მან და მისმა მეუღლემ შეკითხვებს პასუხი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა განმარტა, რომ თანხა არ ეკუთვნის მას და მის მეუღლეს და ეს არის მისი მეუღლის მშობლების კუთვნილი თანხა და შესაბამისად ის არ მოხდა ქონებრივ დეკლარაციაში, ვინაიდან დავით ბაქრაძესა და მაკამ მეტრეველს არ ჰქონდათ ამ თანხის განკარგვის უფლება. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი განმარტავს, რომ ის მზად არის, რომ გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს და არ სარგებლობს იმუნიტეტით, რომელსაც მას პარლამენტის წევრობა ანიჭებს. ეს არის კერძო ქონების გაყიდვით მიღებული სრულიად კანონიერი თანხა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს არც პოლიტიკასთან და არც ბიუჯეტის ან სახელმწიფო წყაროებთან. რაც შეეხება იმ თემას, თუ რატომ მოხდა ან რატომ არ მოხდა ეს თანხა ჩავს პირასურ დეკლარაციაში, აქაც ვფიქრობ, რომ მე ზედმიწევნით ვიცევდი კანონს, რომლის მიხედვითაც დეკლარაციაში უნდა შეიტანო თანხა, რომლის განკარგვის უფლებაც გაქვს. მე ამ თანხის განკარგვის უფლება არ მაქვს, ეს თანხა არის ჩემი მეუღლის მშობლების საკუთრება, რომელიც თავის დროზე სრულწლოვანების შემდეგ გადაეცემათ მათ შვილიშვილებს, მათ შორის ჩემ შვილებსაც. ვფიქრობ, რომ მართალი ვარ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვიქნები პასუხი გავცე ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებას და ამ შემთხვევაში პროკურატურას ექნება და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მოვითხოვო ისიც, რომ გამოძიებული იქნეს ვინ ხსნის საქართველოში პოსტით მოსულ პირად წერილებს, როგორ ხდება ეს პირადი წერილები და პირადი ინფორმაცია ვებ-სივრცეში, ვინაიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოვითხოვოთ, რომ ბოლოს და ბოლოს ვინმე დაისაჯოს. დაბარებული იქნა დათო ბაქრაძე და მისი მეუღლე დაკითხვაზე მოწმის სახით. მე ვიცავ ორივე მათგანის ინტერესებს ჩვენი კომუნიკაციის შემდგომ თუ როგორ მოხდებოდა ერთდროულად ორივე მათგანის დაკითხვა ვითხრეს რომ რა თქმა უნდა ერთად ვერ მოხდება მათი დაკითხვა თუმცა მათ განმარტეს რომ ერთის დაკითხვას დავესწრები მე ხოლო შენ მეორეს ალბათ მოუწევთ დაცვის გარეშე მათი დაკითხვა და არ ვიცი ახლა როგორ ჩამოყალიბდებიან მე მივალ ნახავ რას გადაწყვეტენ და ამის მიხედვით მე უკვე ნახავ ჩვენ როგორ მოხდება მათი დაკითხვა და რამდენად კანონიერად ჩატარდება მე შეგახსენებთ, რომ საუბარი არის 276,000 გირვანქას ტრენინგზე, რომლის ანგარიშიც, როგორც სოციალურ ქსელებში 2 კვირის წინ გამოქვეყნებული საბანკო დოკუმენტაციის მიხედვით დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ დახურეს და ამ ანგარიშის შესახებ ინფორმაცია არ არის დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციაში ასახული. დღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დაკითხვაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა. მე ვერაფერს ვერ გეტყვით, დავით ბაქრაძე და ყველა სხვა ბიუროს წევრი პარლამენტის ბიუროს ხომაზეა დაბარებული ჩემი მხრიდან სამშაბათს, როდესაც გაიხსნება საშემოდგომო სესია. სხვა საკითხებზე ვერაფერს გეტყვით. გამოვრიცხავ პოლიტიკური ზეწოლას, პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დაბარებას, გაჩნდა რაღაც გარკვეული კითხვები, იცით თქვენ საზოგადოება მიცის ამის შესახებ, გაეცემა ამ კითხვებს პასუხს და დამთავრდება ამით ყველაფერი. დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის სახელზე გამოგზავნილი კონფიდენციალური წერილი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა 2 კვირის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით. ძიება მალევე დაიწყო პროკურატურამ და დაიკითხა მაკამ მეტრეველის მამა.